დღეს პრაიმ ჰაუსში ნახავთ. ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის. ჩვენ დამოუკიდებლობას გაუმარჯოს. მსხვილი ძვალი გაგვდი გაუთხოთ. წინ ვინ მოგცა მაგის უფლება? ბოდი შეიმინგი. მსხვილი ბოდი შეიმინგი. უაჟღერები იმას რაც შენ არ გეხები. ნუ ახსენებ სექსისტურს, ვაფშე აღარ ახსენებ. შენი საქმე და შენი განხილვა. ვაიმე. მე არ შევეკვები და ყოველთვის გავაპროტესტებ. მე შენ ხო გითხარ რომ მორჩი. აქ რომ მე ჩავიცვა და კაბით სტრიპტიზიორის კაბით გამოვიდო რა უკვე. ერთი თუთი ახლა მართლა ხმამოვნებავი. Run this shit like Cardi. ამისმინეთ შენაირი ვიტები და კიდე ბევრი უბნელები აერთი ყავს აკენწილი რა. Drop the top and blow the brand. Oh, he's so handsome. What's his name? გავიარე და მესმის რა უვიდა გადი თუ შეიძლება გარეთ. ის ხემძღვანე ხო არ გონია. გადი დროზე გარეთ შეუზრდელი. დროზე უზრდელი ცოტა მეუნები. იმიტომ უზრდელი ხარ საჩემოდი. ალბათონო. როგორ ხარ? იბანავე ჭუპა-ჭუპა იყო? გავფენე ხამას. შენგან ისმოდა ესე იგი მან იმის ხმა აბაზარი. ონც ისე ჩაი კარგად გაიშრე, ეზო შქარია მაინც. აი, მოვალი ხარ. გუშინ გადათამაშება გავაკეთე ხმებში. რადგან თამაში გინდათ რომ არიოთ და საინტერესო უფრო მეტად გავხადოთ, ჩემი არ მოწონება როიალს. ზემოთ, პირველი. და გადაწყვიტეთ ქვემოთ ამ თამაშის მერე. დარჩეკრება გაღიმებული. აი კატლარ კონდა თამაში. მე გავუკეთე ეგ. შახ იმატ. თავისივე გალიაში გამოვამწყდე. გუშინ დაძაბული დღე იყო და მას ახელეს აუთსაიდერად, მაგრამ საერთოდ არ ნერვიულობ და ცოტა ჩემი სურვილიც იყო ეს ყველაფერი. მინდოდა უბრალოდ რომ რაღაცა დამინახებინა მისთვის რომ მასზე არ არის ეს პროექტი და კიდევ ვარსებობთ აქ ადამიანები, რომელსაც შეუძლია ხალხის მაყურებლის ხარდაჭერა მიიღონ. ამაზე ერთადერთი პასუხი მაქვს საწყალი. მოგეხსენებათ როიალის არის აუთსაიდერი და მოდი ახლა ვნახოთ სად არის და რას აკეთებს. წავედით. მოგესალმებით. ვაგوان bro. როგორ ხარ მაზა? როგორ ხასეთ? შვენიალო. რა შევიდოიო. შენ საუთსაიდერი ხარ? ხო, შენს. როგორ განწყობაზე ხარ? რავი, აი ძალიან ცუდად ხო მეყობა. ამ სამი კვირის განმავლობაში მგონი ყველაზე კარგი ხასიათი. ხო. როიალი პირველად დგას აუთსაიდერებში, მე მგონი რაღაც ცოტა გაუგებრობაში მოყვა. შეიძლება აუთსაიდერი ვარ, მაგრამ არასდროს არ დაგავიწყდეთ რომ პირველ რიგში ვარ ბოსი. განვიხილავთ შაბათის მოვლენებს, მოლოდინებს, ვის რა აზრი აქვს, მაგრამ გიორგი ანი არ მოხვალ? რავი, რა განვიხილავთ რაღაცებს. აუ ისე, რა შევით ხან?
გიორგის სტრატეგია აქვს ალბათ რაღაცა. შევეშვათ. მე იქით შევჭამ, ხო შეიძლება? თურმე შეიძლება? ანუ მე რო არ ვთქვათ რომ ვიღაცები ზუგს უკან ვლაპარაკობთ, შეგვიძლია ყველა მოვიდეს და რაღაცეები განვიხილოთ მეგობრულ სიტუაციაში. ჩემი მოლოდინი პირადად ძალიან კარგია, რაღაც მჭირ რა, გულის სიღრმეში რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე მინდა. სხვა შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. გავი მეგობრებო, თქვენი აზრი არის? მიმართეთ პრეს-ცენტრს. მე რა მაინტერესებს იცი? პატრიკ. შენ მაზანა რატო დაასახელი? მიმაზანა იმიტომ დავასახელე, რომ არ ვიცოდი ვინ დამესახელებინა და მაგას არ ვოცნებობდი, რომ ბოლო ვიყო. მე კიდე ბოლო ვიყავი და ვინც ისედაც აუთსაიდერი ხდებოდა. ნუ ვიცი რომ პასუხისმგებლობა მოვიხსენი თავიდან და ცუდი საქციელია, მაგრამ მე ხო თქვი რომ ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეხ გიორგის დავუწერე, ანუ არავისთვის არ მინდოდა დისლაიქის დაწერა და უბრალოდ დისლაიქი დავუწერე ის ადამიანს, ვისაც არაფერი აღარ შეეცვლებოდა და მაინც იქნებოდა აუთსაიდერი. ეხა აუთსაიდერებში ყავს მაზანა, როიალი და გიორგი. თქვენი აზრით ეს თანაბარია ყველაფერი? რასთან და კი, თანაბარია. აი აუთსაიდერის კამეჯდომა. კი, თანაბარი თუ სამართლიანი თუ ანუ თანაბარსაც გულწრფელი. ანუ თანაბარი ძალებით და სამართლიანი და ყველაფერი. ხო, მეც ბატო არა, დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი მიიღებს ორ გადაწყვეტილებას და მომცემს ხმას მე. სიმართლე გითხრათ, ჟიურისთან მე და როიალი რო დავრჩეთ, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ გითხარით როგორც ჩემი წასვლა მეწყინება, ისე როიალის დარჩენა გამიხარდება. რატო ზის გამწარებული ბავშვი იქ ახლა სწრაფად მითხარით? ამიტომ რავი დაველოდოთ, მე ჟიურის კომპეტენტურობაში ეჭვი არ მეპარება და ვნახოთ რაც გადაწყვეტს ჟიური, მაგრამ კიდე გავიმეორებ, რომ ჟიურამდე მისვლას არ ვაპირებ. ეცქვა. ჩვენთაშიც პრობლემა. მაგრად მაინტერესებს რა თქვენი აზრი რა. რეალურად რას ფიქრობთ რა? როიალს და მაზანას თანაბარი ეს თანაბრად კანა რა. შესაძლებლობები აქვს თანაბარი, მაგრამ როგორც ესეთი რომ ანუ რომელიმე სწავლამი და არა. ვიცი? არა, განაშენინდა. როგორ ფიქრობთ ხო? განადგენ ეგრე არ მე მაგალითად არც ერთის წასვლა არ მინდა. ეხლა ზოგისი უფრო ნაკლებად მინდა, ზოგისი უფრო მეტად, მაგრამ ზოგადად სამივე ძალიან მე სიმპათიურება რა, ასე რომ ვთქვათ და ანუ პროსტა შენი გადმოსახედიდან როგორ გონია? მაგიტო არ თული რო გეკითხებიან და თქვით ვინ უნდა აირჩიო. მაგიტო არ თული თორე. არა, რაღაცები არავის არ ეწყინება, პროსტა პირდაპირობა ჯობს. ანუ ჩემი აზრით როიალი და ნაზღაიძე დარჩებიან პროექტში. მე ისე ვფიქრობ. ოკეი. მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ესე იქნება. ვიცი ხო? უბრალოდ საიდან გამოიტანა დასკვნა რომ ამ სამიდან შეიძლება მე გავარდე, მაგას ვერ მეხუთი. სულს ვიზეთ. მე მგონია რომ გიორგი და როიალი დარჩება. რა ესე მგონია რაღაცნაირად ინტუიტიურად თუმცა რა ვიმე ხა. აი ესე მგონია, ანუ ხტები, ანუ ესე მგონია. ანდა თეონა რას ფიქრობენ არ მაინტერესებს. ხალხს ჩეული გახდა ლაშა, მე რა ხდება? ხო, არ ვიცი. მოგიტოვებ. მე რჩება. მე მოვალ და დაგელაპარაკების ხონა. ლაშას არიცით როგორი გულშემატკივარი ყავს? უკვე, ანუ არა, მაგის მერე კიდე. ანუ რაღაცები გარედან კიდე უფრო სხვანაირად გამოჩნდა და მგონია რომ უფრო გაიზარდა შენი პროცენტი და მაგ მხრივ თორე როიალის ძალებში ეჭირო შემპარვა და მე ვიყავი გადამწყვეტი ადამიანი, ვინც დასვა ხო ეგ ადამიანი. იმდენად დარწმუნებული ვარ, იმდენად ზუსტად ვიცი რომ ზუსტად თანაბარი ძალებით ბრძოლობენ რომ არ მოტებებს გისურვებთ, იმ სკამზე მე ვიყავი, არ არის ადვილი. მაგრამ ყოველ სამეს და რა თქმა უნდა გიოს, მოსურვებ წარმატებას, მინდა რომ დარჩე პროექტში და გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ იქში რომ პროექტში დავრჩები, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ მაყურებელმა დამტოვოს პროექტში. ლაშა 2 დღის განმავლობაში ამბობს იმას, რომ SMS ლიდერი გახდება ის და დარწმუნებულია ამ ყოველივეში. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, საიდან არის ეს ადამიანი დარწმუნებული. ვიცი რა თვითონაც ნერვიულობს და ეშინია ჩემთან ერთად რადგომის, მაგრამ რა ვქნათ. ფიქრობ რომ მაყურებელი დამიჭერს მხარს და მსგავსად რო არ ვფიქრობდე, ახლა აუთსაიდერებში არც ვიქნებოდი. საიდანაც გაისმა ხმა, მეძახნე რომ მივსულიყავი, ჩავთვალე საჭიროდ არ მისვლა, აზრი არ ქონდა,
მორიგ რაღაცა ჩხუბში ჩართვაც რაც იგეგმებოდა ესე მგონია. პროექტში ისე მარტო ვარ და მარტოდ ვგრძნობ თავს. ბავშვები არ მეტამაშებიან ფეხბურთს, იმიტომ რომ მე ვარ ძლიერი მოტამაშე. შინაგანად რაღაცნაირად უკვე ამ ყოველისგან შეურაცხყოფილი ვარ და რაღაცნაირად ეს სიმარტოვე უფრო გადის და გადის სიღრმეში. კი სიმართლეა, თამაშის დროს ყველა შეურაცხყოფო მივაყენე და დავამცირე და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მიზეზი მგონია, რასაც არასდროს არ აღიარებენ, არის რომ მე ვარ ძლიერი მოტამაშე და კუთხურს ვაცვდი გიჟივით და მაგითომაც უნდათ ჩემი მოშორება. ერთადერთი ჩემი მეგობარი ამ სახლში არის ჩემი უჩინარი მეგობარი ანანო. მხოლოდ ანანო მეკცევა კარგად. მხოლოდ ეს მაჩმევს. პროექტში ერთადერთი მეგობარი არის ანი. ანის იქით არავინ არ მყავს. ზუსტად ვიცი რომ პროექტში და პროექტს გარეთ არც მე და არც ანი ერთმანეთს ზურგში დანას არ ჩავარტყათ როგორც ჩვევია სხვებს. პირიქით ბიჭო, ზურგს რა გიმაგრებ. ისინი არაფერს არ მაძლევენ, რადგან მე ვარ ძლიერი მოტამაშე. მაგრამ მე ვარ ქრისტიანულად. 10 კაცი ჩემს წინააღმდეგ. ხალხო, თქვენ შეათ ძალა, მე მაქვს ძალა, იმიტომ რომ ყავხართ თქვენ. მე მაინც ჩემი გულშემატკივარის იმედი მაქვს და სამართლიანობის, რა თქმა უნდა, სამართლიანობა ყოველთვის არის ძალიან მაგარი რამ, სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და ამარცხებს სიბოროტეს და ნახოთ. ბოროტები არიან სულით ვეზიზღები, ეგრევე ჩანს მაგათ სახეებში, როგორ ვეზიზღები. მე მგონია რომ დამარცხდება ამ ეტაპზეც ეს სიბოროტე. ბუდიში ეს ცუდად არასდროს არ ყოფილა. რატო ამიტირეთ როი? ვინ ატკინა გული გავს? ვინ აატირეთ როი? ნაკოლი მომეცით, ვინ აატირეთ როი? მაგრამ მაინც მჯერა რომ ხალხი გადამარჩენს და ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებ და მოვიგებ და კუთხურს ის მივაცდი, როგორც არასდროს არავის არ მივწდია. გახსენდებოდა აუტსაიდერი. ვეხვეცები რომ მიმეგობრეთ, ვეხვეცები რომ გთხოვთ მომაქციეთ ყურადღება და გთხოვთ აი ვცდილობ ტელი გული. მე ვჭამ მარტო ღორივით არ მაჩმევ. არ მე მეგობრებია. დამაჯერებელია, ნანო? დამაჯერებელია? ხო. რა შეეხება გიორგის, მგონია რომ ხალხი უკვე დაიღალა მაგ ტყუილებით. აი შაბათ-დღეს რო კოსტუმში გამოდის და ზის ხომი, როგორც ყოველთვის აუტსაიდერის კამდე, ლამაზი. აი მაგ გიორგის იცნობს ხალხი. მე ვიცნობ აი პიჟამაში და შორტებში და ჩუსტებში რომ გიორგი არის. და მე ვიცი გიორგი რა არის და ანუ არ დაიჯეროთ ამ კოსტუმები და რა. დამაშობს ტიპი. შენი აზრით აუტსაიდერობაზე ხარ რა მოხდება? მე მგონია რომ ხმებით თენორი. გაგონია? ხმებით მაინც გიორგი გავა. სახში გვარაუდობენ რომ ხმებით იქნება მაზანა ლიდერი და აუტსაიდერებში მე და როიალი ვიქნებ და როიალს გადაარჩენს ჟიური. და მე წავალ სახში. აქ? ხო. ყველა არა, ნუ ნაწილი. მაზანას დიდი აუდიტორია ყავს ძალიან, მაგრამ არ მგონია. რა უშენი გულშემატკივარი წესით ყველაზე მეტად ეხა უნდა მოიხოდოს. წინაზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემი არც ერთი მეგობარი არ ჩართულა. მეგონი ეხლა რომ დავჭი, შემდეგ კვირას აღარ დამაყენებენ აუტსაიდერებში? არა. დებილები თუ არ არიან, არ უნდა დაგაყენონ. პირველ ორზე ხომ ეს გაძლევდი, გასაგები ანუ ხო გავიგეთ, ანუ მივხვდით ყველა მაგას რა, რომ არ გამოდის ახლა ეგრე და პირიქით წირავენ სხვა მონაწილეებს, იმიტომ რომ ვიღაცას შანსს უკარგავენ შე რო აუტსაიდერებში გაყენებენ. ეგ არის, ზუსტად ეგ არის. მე რო ვიყო მოთამაშე, მე ნაზღაიძეს არ შევეხებოდი. რასნოდ? და პირიქით მე გავაკეთებ ისე,
ანუ ისე ვიაქტიურებდი რაღაც რო მაყურებ იმაში კი არ დავხარჯებ. მე ხარც მაღიზიანებ, არც ნერვებს არ მიშლი. გუშინ მეუბნებოდი რატო ხართ მეთქი ის ხოდა ისა. არც მაღიზიანებ, არც ნერვებს არ მიშლი, ანუ აბა მაზანა მოიგებს ხმები? ესე იძახე, მაზანაც დარწმუნებულია. просто ვე შანსი არა. მეც რაღაცა ვინ დაუმეჩჭებ მაგრამ. მეც მეეჭვება. და ეგეთი მაყურებელი ყავს მაზანას, რომელიც იმაში რა ქვია YouTube-ის სტრიმზე მაზანს დაწერს და მაგიტო ჩანა. არა, შენ ვერ მოგიგებში. კიდე კაი ფეხზიმეთ არა, მუცელი მომეშლებოდა ამდენი ნერვიულობით. ისი შე რო დაეყენებინა სამჯერ ზედიზედ რას სწავლდეს. ოპინი მომატმევია. ამათ მე სუსტი გონი ვარ და არიციან რომ სუსტი არ ვარ. სუსტი არ ხარ. მე წინა ინტერვიუში ხომ მაგნა. მე მგონია რომ როიალში დაუჯდა ეხა ხალხის ხმით გავასწრებ უეჭველი. მე შენ ფინალში მგონი ხარ. ძინდა დავდოს მაზიანი. ფინალზე? ფინალში ხარ. რაზე? უკან შიშები მაქვს, უკან ვიყურები ყოველ წამს. ეხა კაც რომ შემოვედეს, უკან გავიხედე, იმიტომ რომ ყველგან მგონია რომ მაზანა უნდა იდგეს ცელით ხელში, იმიტომ რომ აი სადაც კი ვარ, კადრი, ანუ კამერა სადაც არის, იქ ყოველთვის უკან მაზანა დგას. ეს არის სტრიმი თუ ოპერატორი არის თუ ინტერვიუს იღებენ, აი იმ წამსვე თუ დაგვიდებთ უკან მაზანა. კიდე რომ გისურვოთ ყველას რომ ეგეთი მაგარი საღამო გაგეტარებინოთ ასაში და კიდე სხვა ადგილებში რა. ვაგზელებ ცხოვრებას, ვაგზელებ ენერგიებით, ვაგზელებ სხვა ადამიანებთან ერთად. ის ჩემი სიკვდილი უკან ხო არ დგას რომ დადის ხოლმე უკან. არა, ყოფილა კაცი. უკვე შეშინებული ვარ. ერთი ისაკლია ცელი. და გონია რომ სიკვდილი ცელით ხელში მოვიდა ჩემს დასაყვანად. ჯერ იმდენი წლისაც არაა გიორგი, რომ ცელით მივაკითხო, მაგრამ ამ პროექტში მოუწევს. უფრო კონკრეტულად შაბათს მოუწევს. სალმე, მოდი გეძახიან. მოიგიდან დაგვინახავ და გამოდი. ავთან დილი გინდათ? ვერ არ მიშვებენს. ქეთი სახელი არავინ არ დაიწერა რა უხარია. ვის სახელებზეც არ იძახიან, ჩამოდი დაიბრიდა. ეს საყოლებია. სალმე, გამოდი. აბა ვისაც ეძახიან, იმის ადგილი აღარ აივარზე და. მიდი. კაცნით. სალმე სიტყვენ არ გამოდის ეს. სალმე, მე გაიკეთე ეგ მაგიაჟი, ბავშვებს გახედე. მოდის! ვინ არის? გილოცავ დაბადების დღეს. შენი სახელი გვითხარი და ყველანი გიმღერე. ლალამაზი ხეა, რანა ქელინზეა, იმიტომ რომ დღეს არის დაბადების დღეა. ესე იგი, დღეს არის 26 მაისი და ყველას გილოცავთ. და მე როგორც ბოსი და მეხმარება პატრიკი, როგორც ჩემი თანამწამყვანი, გავაკეთებთ ივენტს დღეს. პატრიკი არის პასუხისმგებელი საჭმელზე, აირჩევს ხალხს, რომელიც მიეხმარება საჭმის კეთებაში და მე ვიქნები სასმელზე. მოსართავები, მეგობრებო, გავაკეთოთ ჩვენი. და დღეს აგვისტო დამოუკიდა დღე! ეხა ხელი აიწიეთ, ვის გინდათ რომ როიალს დაიხმაროთ ბარმენობაში. მე. კაი, გედი მაზანა. დეონე. ეხლა ვის გინდათ რომ დამეხმაროთ საჭმელს მოვლენას. მე. კაი, აი ლიზა, გიორგი და სალომე. ჩვენ დღეს მოგიმზადებთ მეგობრებო ატრიას. ჩემი დამხმარეები იქნებიან ამ შემთხვევაში ლიზა და გიორგი და ორივეს აუცილებლად თანაბრად გადავუნაწილებთ ჩვენს საქმიანობას.
და დავიწყოთ ახლა ქათმის შეწვა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი არის ამ კერძში. ვაიმე პრინცესა როგორ სანამ გვექნება სასმელი, ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს, რომ გავალამაზოთ ეს სახლი საქართველოს დროშით. საქართველო მე როგორც ვიცი, იმით არის ცნობილი, რომ ყოველთვის იბრძოდა თავისუფლებისთვის, ხო? და არასდროს არ ნებდებოდნენ და ყოველთვის იყვნენ თავისუფლები. ვფიქრობ, რომ ყოველთვის ესეთი გამარჯვებულები და თავისუფლები ვიქნებით. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ძალიან პოზიტიური განწყობაა სახლში. ყველა ჩართულები ვართ, ზოგი ბუშტებს ბერავს, ზოგი როგორც შეგვიძლია ვაფორმებთ და მოკლედ ხო, სამზადისში ვართ და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ეს არის გახურებული ტაფა, რომელშიც მოვათავსეთ ჩვენი დამარინადებული ქათამი და რაღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ დასრულებას, რომ შეიცვას ბოლომდე ეს კიდევ უფრო დაიბრაწება და ოქროსფერი გახდება. უკვე ძალიან მაგარ რაღაცას ვაკეთებთ რა. საბედნიეროდ შემხვდა ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც სამზარეულოში ძალიან თავისუფლად გრძნობენ თავს როგორც თევზი წყალში. მე მოდის უკვე რაღაცა. არა, ჯერჯერ წრემლი არ მოდის, მაგრამ რაღაცას მე არ წამ. ვუმატებ სოკოს სტაფილოს, მეგობრებო. წითელი ბულგარული, მწვანე ბულგარული, სტაფილო, ნიორი და სოკო. და ჩვენი ჯადოსნური соуსი. იმდენი ხალხი ვართ და ისეთი გაძლიერებული ყვებით წარმოდგენილები, რომ დიდი არყის ქვაბი უნდა გქონდეს, რომ იმაში გავაკეთოთ საჭმელი, აი ქორწილებში და ქელახებში და დიდ ქვაბებში აკეთებენ ხოლმე, ხო იცი, ბევრ საჭმელი. კრის ვარსკვლავი ამოდის. როიალს ეჭირა ხელში საქართველოს ჰიმნის ტექსტი და ძალიან დიდი მონდომებით ცდილობდა, რომ ემღერა სწორად და ცოტა სწვალობდა და გადავწყვიტე, რომ დავხმარებოდი. ანუ მასწავლე. მე შენ წაიყვარე და დავიმახსოვრე. ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. მომავალ სუმღერს, აი ესეთ რაღაცებს აკეთებს ხოლმე და ოზე ვერ აკეთებს მახვილს. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალ სუმღერს დიდებას. სხოთაშორის ეგრევების სწავლა ვაფშე არ გამიჩნდა. სიმღერა ზოგადად ჩემი ძლიერი მხარეა. მოკლედ ეს ყველაფერი, მეგობრებო, რასაც ჩვენ ვამზადებთ, არის განკუთვნილი 26 მაისისთვის. გვაპატიეთ თუ მთლიანი ჩვენი მენიუ არ არის ქართული, იმიტომ რომ არ გქონდა ეხა პროდუქტები, ყველაფერი მაცივარი სავსე რაც შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინათ, რომ ჩაკაფული გვინდოდა საერთოდ რომ გაგვეკეთებინა, აქედან გამომდინარე რისი შესაძლებლობაც გქონდა გავაკეთეთ, მაგრამ აი მაინც ვცდილობ რომ წითელი და თეთრი ფერები გამოვიყენოთ. ძალიან სწრაფად გავაკეთეთ საჭმელი. ჩემ თავზე დაფრინა კვაფები. მაკარონები. სასწაულად მაგარი კერძები გააკეთა პატრიკმა და ჩვენ დავეხმარეთ ამ ყოველთვის განხორციელებაში. მაღალ დონეზე ვიყვებებით. აღნიშნავთ 26 მაისს. აღნიშნავთ 26 მაისს. ზეიმობ დღევანდელ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამასთან ერთად როიალის სასმელი ძალიან მალე შემოგვიყვება. ძალიან მალე მოვა ჩვენი სასმელი. ყველაფერი გავსინჯე და იყო უგემრიელესი. სახლის მთავარი შეფები როცა ტრიალებენ სამზარეულოში, აი ესე გამოდის. ვაიმე! უმაღლესი დონის კერძები, უმაღლესი დონის გარემო, უმაღლესი დონის სამზარეულო და მეტი რა გინდათ მოგზავნით ჩვენს რესტორანში და მივიდით ყველაზე გემრიელი კერძები მთელ საქართველოს მასშტაბით. ძალიან მალე ჩვენ შემოგიტანეთ სასმელს და მე კეთი, თეონა, მაზანა ვეცდებით რომ ყველა დაგათროთ, იმიტომ რომ
გვექნება cocktail party. დღეს გვექნება სპეციალურად 26 მაისისთვის საფირმო კოქტეილი. თან ფერზიც მოუხდება მე მგონი ჩვენ დროშას, ამიტომ დავიწყოთ. ეს არის სასმელი სპეციალურად მოტანილი და გაკეთებული 26 მაისისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ თავისუფლები და ჩვენ დამოუკიდებლობას გაუმარჯოს! პატრიკმა მოიტანა საქართველო. როიალ, რახან ბოსი ხარ და მთელი დღე ემზადებოდი ამ დღისთვის, მინდა რომ პირადად შენ სოლო შეგვისრულო ჰიმნი და ჩვენ ყველა გულზე ხელდადებული მოგისმინოთ. ჩემი ხათია სამშობლო სახათე მთელი ქვეყანა განათებულია ძნდაბარი როიალმა ფანტასტიკურად შეასრულა ჰიმნი. როიალისგან დავინახე როგორ წვალობდა, როგორ ცდილობდა, რომ ჩვენი ჰიმნი ესწავლა და იდეალურად შეესრულებინა და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ცდილობენ რაღაც ისწავლონ და ისე კარგად შეასრულონ. მე მომწონს ეს ნაბიჯი და როიალს აქაც უწერ 10-დან 10. კარგი იყო. საქართველოს გაუმარჯოს! 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 მე პატარა კარტონი ვარ. გასცემის შვილი და განცრობით ხოლმე. ობრას მირჩენია აქ სიკვდილი. მთელი დღის შრომა გაჭრა და ფანტასტიკური გამოვიდა დაგეგმილი სახანო. ბრავო. მეგობრებო. ვიწყებთ. ტაში. ბრავო. ეხლა ეს ერთმანეთს უნდა აჭამოთ. მოდი როიალს ხვირზე წავუსვათ. ცო, მიდი. ჩვენი საღამო დასასრულს მივუახლოვ და კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ამისთვის ქართველებმა იბრძოლეს, რომ ჩვენ ახლა დღეს აქ ყოფილიყავით და თავისუფლები ყოფილიყავით. და დღეს ვართ თავისუფლები და მაგას აღვნიშნავთ. ბრავო! საღამოს დასხდნენ ბავშვები და გადაწყვიტეს, რომ უნდა ისაუბროთ ანატომიაზე. ის რო უთხარ რომ მსხვილი ძვალი გაგვიდი გაუტყდა. შენ რაღაც ვაფშე არაფერი არ გსიამოვნო. არც ხუმრობა არ გსიამოვნო. ანუ shut up fuck ups რომ მეუნები, ეგ უნდა მესიამოვნოს და ის არ უნდა გესიამოვნოს. მე არც გეუბნები რომ უნდა გესიამოვნოს თქო. შეგიძლია არ გესიამოვნოს, მე იმიტომ არ გეუბნები შენ რაღაცებს რომ გესიამოვნოს. ეხა უკვე ორივე არის სწორები ხართ. არ ხდება. ბიჭო, არასწორი გადავა რა. რა უქნა, თვითონ თუ მეუბნება რომ იცი რა, შენ ხარ. ანუ შენ ახლა ასე უბნები, იცი რომ მე შენ რაღაცას შეურაცხყოფა არ არის. ბიჭო, ანუ შენ არ შეგიძლია ჩემი სხეულის განხილვა. მოდი, ჩამოყალიბდეთ ესე. აი ნებისმიერი იქიდან რო იძახის და ძვალმწვრილი და ძვალმსხვილს რო განვიხილოთ შეურაცხყოფა და ბოდი შეიმინგი ეგ არ არის. მე აღარ შემიძლია აი ეს ამდენი კონფლიქტი და თან ერთი და იგივე თემაზე კონფლიქტობენ. შეიძლება ჩემთვის ძვალმსხვილი არ იყოს შეურაცხმყოფელი, შეიძლება აი ანასთვის ძვალმსხვილი იყოს შეურაცხმყოფელი. ბილიც ბალი როგაკ ეს არის ადამიანის მდგომარეობა. ხო, მაგრამ შენ ვინ მოგცა და შაუგრემანით ეგრეგან წვრილი და მსხვილი ძვალი. შენ ვინ მოგცა მაგის უფლება რომ შენ მე რო შენ გითხრა რომ შენ ხარ ქერამეთქი, შეურაცხყოფად ხო არ მიიღებ. შეიძლება ეგრე არ უნდა მიიღო თუ გეტყვი რომ მსხვილი ძვალი. შენ რა იცი მე იქნებ ქერასაც შეურაცხყოფილად ვიღებ. გააჩნია ქერას რა კონტექსტში მეტყვი. ადამიანები ვართ სხვადასხვა ინდივიდები და მაგალითად
მე თუ რაღაც არ მეწყინება, შეიძლება სხვას იგივე რაღაც ეწყინოს. ბოდი შეიმინგი, ანუ დარწმუნებული ვარ ისეთი ლაპარაკი მიდის აქ, რომ არავინ არ იცით ვაფშე რას ნიშნავს. ისეთი ფაქტის წინაშე ვყოფილი ვარ ლიზა, რომ პანიკა კი არა, იქ მაშინ უნდა დამეწყო ისე უფლებების დაცვა და ხო, ვიცი რა არის, ხალო, მე ხარ ეგ არის შენი იდეა. შეიძლება არ დაიწყო მაგაზე. პატრიკ, ნახე, სხვადასხვა ტიპის ადამიანი რო ზიხართ ერთ მაგიდაზე, ხან იმაზე იქნება ლაპარაკი, ხან ამაზე და რო დავიწყოთ ახლა და ავუყოლოთ რომ მე ის არ მსიამოვნებს და ეს არ მსიამოვნებს. ეს არ იყო შეურაცხყოფა. არც დამამცირებელი კომენტარები და რა ვიცი, კომპლიმენტები არ ყოფილა და შენ კიდე დაიმახსოვრე. აი ვაფშე აღარ ვღადაო. საერთოდ აღარ ვღადაო. არც ილაპარაკო, არც განიხილო, ვაფშე აღარ ვღადაო. აი ვაფშე აღარ ვღადაო. მეგობრობის დედავატირე, სადაც ხვილ და წვრილ ძვალზე განხილვა წავა, ვის როგორ უთხარი და რა შეურაცხყოფა. ხო, დაიმახსოვრე, სად უნდა განიხილო, სად არ განიხილო. თავი იდეა ეგ არის. არ გეკაიფებით ეგრეა ეხლა. მაინც ერთმანეთის კონკურენტები ვართ, აქ ერთმანეთის best friend-ები ვერ ვიქნებით. მე რატომ მაგავთ მაშინ ახლა? არა, უნდა აუთო შენი ხუმრობები ყელში ამოვიდა აუთო. ეს იყო რაღაცა ძალიან ბავშვური და რაღაცა ყველაფრიდან ამოვარდნილი თემა, რომელსაც ვერც კი მივხვდებოდი, რომ ვინმეს შეიძლება და რაღაც წენოდა რა. ეხლა შენ სტატუსობით ლაპარაკობ და სტატუსობით არ დაასრულო. აი მგონია იმ კაკას სტატო მგონია ხოლმე, თავი ცოტა ფეთქებადი, ცოტა აგრესიული, ცოტა რაღაც სტატო ესეთი იყო რა. და რატომღაც ანუ მომეჩვენა რომ ანუ მეც ეგეთი უხეში, აგრესიული და ეგეთი ტიპი ვარ და არ ვარ ეგეთი. ზემე კიდია, ვინმეს თუ გეხმარებით აგერ ნახავ. ვიგიქრა ეგ. რა შენ რა? ან ხო ვფირო მოურჩეთ მეთქი ეს რა. შენ მორჩეს მაო, შენ ვაფშე არ იყავ, შენ რაღაც მე თუ ზივა რა, შენ რაღაც სათქმელია, ხო, შენ იმას იზახ, გოგონთან განვიხილო ხა და რა მნიშვნელობა გოგონთან? იმა ის ხმას არ იღებს, ეს ხმას არ იღებს, იქიდან ხმას არ იღებენ და. ლაპარაკობ და თემას საუბრობ და შენ ლაპარაკობ, კითი რატო ლაპარაკობ? ბიჭო, არა უხსნა. ხო გაიგო ეხა თვითონ. აი მე ნომიყვირი ხარ, ერთი წამი. ვერ გავიგე, ლაპარაკები ზაუზეური სიტყვები შენ რო მაგიდებს და სკამებს აყირავები გვერდზე გედექი და გისმენდი და გითმენდი. ვინმე რაღაცა გაიასნა და ვერ გავიგე. მე ხო შენ ხო გითხარ რომ მორჩი. რა მორჩენ მეუნები მორჩი, მაგრამ მე როდის მორჩები? რაღაცა მომინდება. რა ვერ გაი, ყავ მითხარი. ყველაფერი გაიყვა, მაგრამ რაღაცა ეხინა, ამან რაღაცა გითხრა. იმან იქნა რაღაცა გითხრა. შენც რაღაცა თქვი. სო მეტი რა ხდება? ლაშასგანაც არ მომეწონა, ერთადერთი იყო ის, რომ ცოტა უხეშად დააფიქსირა ის, რომ არ მოწონდა იმ თემის განხილვა, რომელი თემაც განიხილებოდა. თემა გრძელდებოდა დაახლოებით 9 საათი და 8 ადამიანი ჩართული იყო ამაში, რომ ვის როგორი რა ქონდა და ასე შემდეგ. აი, უბრალოდ შოკი მემართება ეგეთ რაღაცებზე. ადამიანთან ლაპარაკობ და ეხლა რას ქვია, გავჩერდე რას ქვია. 20 კაცი ზივას საუბრობ და თუმი შენ თუ მოგეკი და გადი მაშინ ეხლა ამდენი კაცი ერთ რაღაცაზე რომ საუბრობ. შენ რატო უნდა გისმენო სადაც რაღაცა. აბა ეხლა ხალხი რო აქვს ზივარ და საუბრობ. შენ რატო უნდა მოგისმის? ამდენი ვიღაცის რაღაცის განხილვას დავიქო. მილიონობით ადამიანი გიყურებს და რატო უნდა განიხილო გოგოს წვრილი ან მსხვილი ფეხი. და თუ ლაპარაკობდი და ისე წამოხდი მეთქი ახლა გადაგვალე წავს რაღაცას თავზე თქო და მშვიდი ასე რა. ერთთან ბავშვი იყო, მე მაგახალო ჩვენ. ვის ერთად ბავშვი? მე. აი რო ჩხუბავდით. ვის ვეჩუბებოდი? და რა? მე ჩვენ შევწუხდით ხა და მაშაცენი. რა გიხარ? შენ რაღაცა გეჭირა. ხოდა მე ვერცე რო დაგითი. ხოდა ხო არ გითხარ. ერთამ ბრუნდები რაღაცები რო და ცივიურად და ვისაუბრეთ სო. ხო, მე ეგ არის, მაგაზე მორჩი. აქო სო, გეყოფა ლიზა. ხო, სო გეყოფა. როგორც თქვი უკვე არ შევეგვები და ყოველთვის გავაპროტესტებ იმას, რაც მე არ მომწონს. ორი დღე ნერვიულები ვარ, ყელი მყივა, ვაფშე ჩემ პრობლემებში ვარ, ღამე არ მძინავს რაღაცები, მაწუხებს. გაფრთხილებას მაძლევენ, გონია რომ შოუს დატოვება მომიწევს. რაღაც ჩემ ფიქრებში ვარ, კაცი აჭრილი ვარ, აი გადარეული ვარ. რა მიხდი რომ უკვე ძალიან ჩხუბში გადადიოდა, რატო არ გაჩერდე? ისეთ სენსიტიურ თემებს მიხსენებს, რომ ეს რო ხალხმა მოისმინოს, გადამივლიან გამასწორებენ მიწასთან. ბოდი შეიმინგი, სექსიზმი, შენი ვიღაცასთან შეგეშალა, ბოდიში მომიხადე, რაღაც სისულელებს ლაპარაკობს და მე უნდა ვიჯდე და უსმინო თუ რა გავაკეთო. ვერც დაიცავ მაგდრო, ან რა ჯანდაბა გავაკეთო. ვინმე ხო გამოუვალ სიტუაციაში მაგდებსა რა. თვითონ ლიზი მეუბნება რომ შენო ბიჭი რო ხარო და წვრილი ფეხი რო გაქვს ჩემზე მაგრად ეხავსო. თავარი ძვლის სისქეზე თუ არის საუბარი, კოჭზე ეტყობათ მეთქი რა, მსხვილი ძვალი გაქვს თუ წვრილი ძვალი გაქვს. მოკიდე კოჭზე და უთხარი რომ ესეა მეთქი რა. ხო, ანუ მსხვილი ძვალი გაქვს მეთქი.
სალომეს მეთქი, ანუ ნახე რო ვადებ იმაზე კოჭზე, წვრილი კოჭი ახლა ნუ შესაბამისად, ანუ წვრილი ძვალი აქვს რაღაცა ეგეთი. აი მაგის განხილვა დავიწყე რა მაგ თემის, რომ ჩვეულებრივად როგორც შეიძლება ადამიანებმა განიხილონ ვის აქვს წვრილი ძვლები და ვის აქვს სხვა. ხო, საერთოდ არ უნდა იხსენებინა და ეგ თემა იყო. ბოდი შეიმინგი. ხო, ანუ თვითონ თემა იყო, ანუ ეთანხმება. აი პროვოკაცია ეგ არის, სვეტში ეგ არის. ნაზღაიძეს არ გაუძლია მსგავსი პროვოკაცია, ეხა რო გამიჩითა მაგან მე. ნახე როგორ იმამდე მივედით, რომ ანუ ზოგადად ბოდი შეიმინგი არ უნდა გაჟღერებულიყო. სიტყვა? ხო. იმიტომ რომ არ იყო მართლა არ ყოფილა. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მაგიტო გავაიჟღერეთ თორე. არ იყო, აი ნახე ვიღაცისთვის შეიძლება იყოს სხვილი ძვალი და წვრილი ძვალი? გოგო, ეგრე ფაქტი არის, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ჭარბწონიანი, შეიძლება იყოს სუსტი. ხო და შენ რა ეუბნები, რომ შენ ხარ ჭარბწონიანი, ჭარბწონიანი არაა ცუდი სიტყვა, შეურაცხყოფელი, მაგრამ ბოდი შეიმინგი ხო გამოდის. აი კიდე რა. შენ ხარ მსხვილი, იგივე ადამიანს რო ვთქვა, მსხვილი, ბოდი შეიმინგი არა, მსხვილი ძვალი, წვრილი ძვალი წონასთან კავშირში არ არის. ჩემთვის არ არის, მაგრამ ვიღაცისთვის შეიძლება იმ რამდენია ხალხი. ჩემთვის ხო არ იყო. ჩემთვის არ იყო. და ამ შემთხვევაში ავთოს რო გაჩერებულიყო, ეგ რო გაჟღერდა და მარტო ეგ რო ჩასულიყო, ავთოს მიმართ იცი რა მხელა ჰეიტი წამოვიდა და რომ ანუ ბიჭმა გაჟღერა რაღაცა ხო მაგრამ შეიძლება ხო ვიღაცას ის მართლა ეკრანის უკან და მსხვილი. არა ვინ არ გამახვილებდა რატო თქვი? იმიტომ რომ მსხვილი ძვალი ქვია. და ჭარბწონიანს რა ქვია? ჭარბი? არა, მომისმინე. კაი, ვიცი, მით უმეტეს რომ არ ვარ, ანუ რომ არ მაქვს მსხვილი ძვალი, ზუსტად ეგ არა. ანუ არ მაქვს, არ ვარ მსხვილი. ხო და ეგ უნდა ის რომ ეს ამახვილებს მაგაზე ყურადღებას არა ანუ არ მინდა რომ ეხა კიდე რაღაცები გოდიგთ ხო? ხო და ეგ შენ რატომ მიწყეთ მე გავიდე ოთახიდან თუ დავრჩე ოთახი? შენი ოთახია? რა ბავშვური გამოხდომები რა? რაღაცები არ გააჟღერო. არა, ერთი მე ველაპარაკებია და შენ რა გინდა? შენ ვაფშე გითხარი რამე მე აქ რო შემოვიდი? მე ველაპარაკე. მას გითხრეს რომ სექსისტური. ხო და მე არ მინდოდა მაგას. ნუ აჟღერებ იმას რაც შენ არ გეხება. ხო და არ მინდოდა. მე მისთან რა ვქნები და იმის საქმე არის, შენი საქმე არის. დაუწიე ტონს დაუწიე ჯერ იცოდე ვის ელაპარაკები ვაფშე. სექსისტურს ვაფშე აღარ ახსენო, შენი საქმე და შენი განსახილველი. ხო, ზუსტად იმიტომ ვახსენე, რომ ეგ ჩამოეჭრა და ვაფშე არ გაშუქებული. შენი განსახილველი თემა არ არის ის, რაც შენ არ გეხება. არ გელაპარაკები ვაფშე, ველაპარაკებოდი სალომეს და შენ უერთვები, როგორც თეონას ველაპარაკებოდი, რომ შენ სუსტი ფეხი გაქვს, თქო, რო ვუთხარი და შენ რო თქვი, რომ აი მე შენზე წვრილი ფეხი მაქვს. დრამე. ხო, აი ზუსტად მან დაიწყე შენ და არ უნდა ჩაერთო. მაქვს, შენზე წვრილი ფეხი და დიდი ამბავია. გოგოები საუბრობთ რაღაცას, გაიგე? დიდი ამბავი შენ. და შენ ვერ განიხილავ ჩემ ფეხს და всё. შენ ფეხს არა, ჩემსაც განვიხილავ. ხო და ჩემ ფეხს მაგრამ შენ რაც თქვის, რომ ბიჭს გოგოზე წვრილი ფეხი რო აქვს, აი ეს ტეხავს, აი ეგ არის ბოდი შეიმინგი და სექსიზმი და ეხლა გთხოვ გახვიდეოთ. რა ბოდი შეიმინგი და სექსიზმი რა ის იყო რა შენ წააგე. მსგავსი ფრაზების გაჟღერება არ შეიძლება. მე ზუსტად ვთქვი, ესეთი კონფლიქტების ერთადერთი დასრულების გზა არის ორი მარტივი ჯადოსნური სიტყვა. ბოდიში აღარ განმეორდება. მე ადამიანს რომელიც ბოდიში წამომაძახებს და იტყვის რომ ბოდიში მე თვითონ მოვიხადე რომ ბოდიში ერთ წამით მობისმით. ბოდიშის წამოძახება რას ნიშნავს? პირიქით ვინც ბოდიში ხდის ძალიან მაგარი ტიპი არის. მართლა პატრიკ გამარჯობა ეს წამომაძახა რომ შენ ხო ერთხელ ბოდიში უკვე მომიხადე ხა მეორე მე მაგას როგორ უნდა ვიურჩიერთო ადამიანთან რომელთანაც არ უთვლიდი რომ არასწორი ვიყავი და ისე მოვიხადე ბოდიში. ლიზი მორჩავსო? ჩემგან ლიზიზე. ხო, aga მაშინ აი აქ მორჩის. აი აქ მორჩის. სული სიტყვა აღარ ამოვა. კაი, მაშინ აი აქ მორჩის. აი ეს კიდო. ბოდი შეიმინგიო. ღადაო, ბოდი შეიმინგს ხო აფიქსირებს. და ამაზე არ ჩერდება და რაღაცას მიხსენებს და სექსიზმიც ახსენებს. ეს ორი ისეთი სიტყვა არის, რომ პროსტა არ უნდა იხმარო საერთოდ. არ უნდა დააფიქსიროს გავსი რაღაცა. თუ მართლა არ გინდა რომ ვინმე გაწირო და გაიმეტო რა ბოდი შეიმინგი და რა სექსიზმი ესა რა ვიმგონი ამ ეტაპზე ყველაზე სენსიტიური თემები არის რომელსაც ხალხი უყურებს განიხილავს რა თქმა უნდა ორივეში თითი დამანდრო ეგ და ეგო იმენა აი მოდი დავლიოთ ლაშა დავიკიდოთ ყველაფერი ზე იმენა იმდენ დავლიოთ რომ ვაფშე არაფერი აი იმენა გამოვიდეთ იმდენ დავლიოთ აი დავლიოთ მე ზოგადად სასმელი არ ჩვენ გაგვიმორჯოს ხო იასნა ამ ჭიქით, მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ. ჩვენ როგორ შეგვეფერება, ისე ყოფილიყავით, მე პროექტს როგორ შეეფერება ისე და ჩვენთვის ყოფილიყოს ამ შოუში ყოფნა თითოეული ჩვენთაგანისთვის კარგის დასაწყისი ყოფილიყოს.
და რაღაც წარმატებისკენ გზა ყოფილიყოს, აი ამ შოუში ყოფნა, ისე გაგვეტარებინოს ამ შოუში დრო რა. და გვიყვარდეს ერთმანეთი და პატივს ვცემდეთ პირველ რიგში. ხო ხარავს ერთმანეთი არ დაგვეჭამოს. ჩემო მეგობრებო, როგორც იცით, მე მაქვს კონფლიქტის, ესე იგი, დაფა, სადაც წერო, კონფლიქტის გარეშე დღე 1, დღე 2, იმიტომ ვცდილობ, რომ ესე ვიცხოვრო. სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ გუშინ იყო კონფლიქტი და არაერთი კონფლიქტი მოხდა მეხუთე დღეს და აქედან გამომდინარე მიწევს ახლა ამ ესე იგი დაფის ამ ფურცლის ჩამოხსნა და თავიდან მომიწია რომ უნდა დავწერო და იმეც ვიტოვებ რომ მომავალია ის ჩემი დაფტარი რომელიც დაიწერება და აქ ვწერთ რომ კონფლიქტის გარეშე და გაუსმევთ ხას ესე უნდა მოვნიშნო იმეც ვიტოვებ რომ აი ხლა მაინც შევძლებდა კონფლიქტის გარეშე ერთ კვირას მაინც შევძლებ რომ ვიარსებო ამ სახლში დღე პირველი. აი გულიც გავაკეთოთ ესეთი. მომივიდა ესეთი იდეა, რომ შემდეგი კვირიდან ამ დაფის გვერდზე მეორე დაფა გავაკეთო, სადაც დავწერ აუთსაიდერობის გარეშე. კვირა 1, კვირა 2. იმედია დაიწყება ისეთი კვირა ამ სახლში, სადაც აუთსაიდერი არ ვიქნები და მოვნიშნო, რომ კვირაში ერთხელ არ ვიქნები აუთსაიდერი. იმედია ესეც მოხდება. მოკლედ მოვიფიქრეთ ეგეთი თამაში, აი როიალმა მოგვაწოდა იდეა და მე ხა როგორც მარჯვენა ხელი განმახორციელებ. ეხა დავწერე აი ამ პატარა ფურცლებზე ყველა მონაწილის სახელს, შემდეგ ამოვიღებ და ვისაც რომელი მონაწილე შეხვდება, იმის დასაცმელს ჩაიცავს. მე მგონია სახარბზე. აი დაუძახოთ და მე გავაკეთოთ ჩვენება, გვპირდებიან რომ მუსიკასაც ჩაგვირთავენ ერთხელ რომ ამ მუსიკაზე გავიაროთ, აი გიორგი გვასწავლის როგორ გავიაროთ პოდიუმზე. ნახევწერ გიორგი ეხა ჩემი დასაცმელი ვისაც შეხვდება წესიერად ჩაიცვით რა არა ხო არაფერი არ დამიზიებო ყოჭლა ლიზი ქონი სანდომის უღრმესი მადლობა იმისათვის რომ თკბილელობა მოგვაწოდა ჩვენ ყველას და დაგვატკბო ამ გამწარებულ სახლში ცოტათი დაგვატკბო უღრმესი მადლობა არც ალო მე არ მისცემს თავის დასაცმელს არ ვიცი ეს მგონია შეიძლება ერთი რაღაც რატო მოგცა წინაზე მე დავწოს ხო მოგცა ხო კაი ავთო აქ სიტუაცია როგორ იცი ერთ ოთახში რო ცხოვრობენ და ცოლი რო გაუმზადებს ქმარს ყველაფერს გაუწყობს უფრო და სხვა ოთახი რო არ აქვს დასაწოლი და პირდაპირ მისაღებში რო წევს სალომეს ამბავი ეგრეა ვისაც რომელი მონაწილე ამოგივათ იმის ერთ ტანსაცმელს იცვავთ და მე ვაწყობთ ჩვენებას გოგო თუ ამოვიდა რა უხდე ნაკოლანი ამოგივიდა შენ გიორგი ეხლა ამოგივით ყველასთვის მაზანა როიალი პატრიკი ტიტაკა სალომე ეხლა დავიწყეთ თამაშს ვისი ტანსაცმელიც არის ის აცმევს იმას ვისი სახელი წამოვიდა რაპიანი ბაზარი მე ყველაფერი ავიდე რა თამაშებელია და თავი მართავს და ბიჭები მოვიხდენ ამას, მოვიხდენ. აი გაგაფუსე. გუძესელი. ჩაი. დაიძება. ყველა გვაქვს სასაცილო. რა ქალი ნახე. შენ რატო გაქვს სასაცილო? კახის დაურეკეთ ვიკიტა მომიყვანოს. აიშა პატრიკ, რამე ის დაიჭირე ბეწვიანი რაღაცა ვიტო ვიკი გიჭირა. სო მე ყველას გამოგაცხადებ. აქ დავდგეთ რიგის მიხედვით. მოკლედ მე ვარ სალომე კაპანიაძე. გაიდაცების წამყვანი ნახევარ ჩიშველი ინტერვიუ სალომე კაპანიაძესთან ერთად. ეს არის ჩემი ძაღლი ვიკიტო. დედი ვიკიტი. და მოკითხვა თუფაკ. მადლობა. ვაიმე მიგრანტებს მადლობა მიგრანტებს. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. ვაიმე თამონ მადლობა. ყველას მადლობას გიხდი. ვაიმე მადლობა ძალიან დიდი მადლობა. მიგრანტებს მადლობა. დღეს ვარ ავთო. თქვენი გულთაფრობელი. ტელეფონის ნომერი 599 98 38 ბოლო 2 ციფრს.
პირადში გეტყვი. მე მომწონხარ ისეთი, როგორიც ხარ. სამართალმა პური ვერ ჭამადა, რატოზის სამართალ დიეტაზე ვინმე მეტყვის? ახლა ვდგავარ უშენოდ დაეული. აღარავინ არ დარჩა გარდა ლექსით სავსე რვეული. მონატრება მომაწვა, მონატრება წყეული. ჩემი ბრალი არ არის, გული შენ ხარ ჩეული. არის რაღაცები, პირადი, რასაც ვერ გადავაბიჭებ მაგალითად. მე ხა არ ჩემი მეგობრები რო ერთობიან, რა თქმა უნდა, კარგი ხასიათზე ვარ და მიხარია, მაგრამ არ არის აუცილებელი რაღაცეებისთვის, რომ გოგოს დასაცმელი ჩაიცვა და გაიარო პოდიუმზე. ანუ უნდა გესმოდეთ წესით ეგ, რომ ვიღაცას რაღაც არ უნდა. აზარ, თუ არ თამაშობ შედი, ეგ რაპორტია დაგწინი თუ რა? რაპორტია, ჩვენ აქ ხადაობით და ვცენწერებთ და შენ გინდა რომ დაჟიდე ვიტომ ისა, ანუ ეკრანში ახლა ჩანს ისე ვიტომ შენ მაგარი ტიპი ხარ და ჩვენ ვართ კლოუნები და. ხელმძღვანელობა თუ გადაწყვეთ რომ მე ავდგებია თუ არა და აქ ვიждები და გამოდის. რას მე ეკრანზე ეგრე გამოდის. ხა გოგოს დასაცმლით რო არ გავიარო, მაგას მეუბნები. არა, ხა ავტო რო გადის გოგოს დასაცმლით რა. რა, განა რამეს ვეუბნები, რატო გადიხარ მეთქი ხა მე ჩემ შენ აქ დაშავ უკრედო პროსტო იჯდეთ ეხავს, იმიტომ რომ ეკრანში გამოდის რომ ჩვენ ვიტომ კლოუნები ვართ და ჩვენ აი ეს დესპერტები რომ არ კადრებს რა. ჩემი მეგობრები ხართ რა კლოუნები. ეგრე გამოდის. თქვენ როგორც ერთობით ისე არ ვერთ, მაგრამ ეკრანზე გეუბნები რომ ეგრე გამოდის. კიდე ხა ეკრანზე. კაი შენ ბაზარი არა. ანუ გამოდის რომ ჩვენ მაიმუნები ვართ, ვახალისებთ ხალხს და მასდანა ვითომ დასტოენი კაცი, რომელიც უკრავს რაღაცა ტაშტუ რაღაც. შედი, შიგით მე რატომ მიტყვეთ მე საჩევი? აბა რას დამიჯექე, ფეხი ადადებ. შენ დაგისდა ვაფშე. რა ურ დაწერო რომ საღო მაზან კაცი ხარ, შენ არაფერი არ გეშლება, ამათ ეშლებათ, ეგ უნდა დაიწეროს. ეგ დაიწერება ზუსტად იცოდე. აქ რომ მე ჩავიცვა და კაბით სტრიპტიზიორის კაბით გამოვიდე და აქ გამოვიდე, არ მომწონს ეგ სიტუაცია ახლა და ჩემ მეგობრებს თუ მოსწონს დავუჯდები აქ და მივესალმები მაგათ რავი რაღაცას ახლა. რა უქნა ახლა ბიჭის დასაცმელი რომ ამსვლო და მეც გამოვიდოდი, გამოსვლა მიტყდება ახლა მეც მოდელებდი და ვიცი პოდიუმზე გასვლა, მაგრამ სტრიპტიზიორის რაღაცებს ვერ ჩავიცმე და ვერ გამოვიდო რა უქნა. ერთი წუთი ახლა მართლა უნდა მოვიღო. რას ქვია სტრიპტიზიორის დასაცმელს არ ჩაიცმე. ანუ შეურაცხყოფაზე მაყენებ მეტი არაფერი რა. სტრიპტიზიორის დასაცმელი, მე შენ თუ სტრიპტიზიორის დასაცმელი არ მომიცია. ჩვეულებრივ შარვალი მოგეცი და ზედა მოგეცი. ჩვეულებრივ ნებისმიერი კაცი ჩაიცმევდა მაგას. მომისმინეთ! სტრიპტიზიორის შენაირი ბიჭები და კიდე ბევრი უბნელები ჰაერში მყავს აკენწლილი რა. მე შენ აგიყვანე კოსტუმი ჩაგაცი რაც უფრო გრძელი იყო, გაიგე? რამე შეურაცხყოფად მიიღე? მივიღე. ხო და ნუ მიიღე, იმიტომ სტრიპტიზიორის შეურაცხყოფად არ მithქო. თვითონ ფორმას გეუნები, ხო და კოსტუმს გეუნები, მაგრამ რაღაცა სხვა სხვანაირად უნდა გეთქვა ვაშა, ძალიან არასწორია. ეს თო სტრიპტიზიორის ტრაკზე მაკოცეთ მართლა რა. ლაშა ამით იმას ამტკიცებს, რომ ლაშას ადგილი შოუში არ არის. მე ესე მესმის, სადაც ათი, იქაც მე-11. მე თუ ვაკეთებ, სხვამაც უნდა გააკეთოს. მე ვარ პატრისია იგივე სალომე და ჩვენი შემდეგი მოდელი იქნება ანი იგივე როიალი. ავთო იგივე თეორნა ყოჭლამაზაშვილი. თეორნა ყოჭლამაზაშვილი იგივე პატრისია. როიალი იგივე გიორგი ნაზღაიძე. კეთი იგივე ლიზი კონი. გიორგი ნაზღაიძე იგივე ავთანდილი. თეორნა ციცაკიშვილი იგივე როიალი. გიგები ხო არა ხარ ბიჭო? ლიზი კონი იგივე თეორნა ციცაკიშვილი. სალომე კაპანაძე იგივე ბაზანა. გოგოებო ავთო ვარ, ავთო. Opened up my mind. I know you about it. Dreaming
ჩვენება არ იყო, მე რომ ნიუ-იორკში მქონდა. მაგრამ დაახლოებით მე რადგან ვიყავი, იყო კაი. მე ვერ ხვდები რომელი წევს შენთან ოთახში ეს თუ ეს. მასანა რომელი ხარ? ბრავო, ეს იყო მეგობრებო, ჩვენი. ძალიან სახალისო თამაში წააბები. მშვიდობა ვიცი, ტელეფონები უნდა მოგვიტანო და აღარ გვაინტერესებს არც ერთი თამაში. ბანაობს ალბათ ხო? სამოსი, რომელშიც საერთოდ არ გამოიხატებოდა, რომ რა, ნუ ჩემზე უნდა ილაპარაკო, ხა? გავიარე და მესმის რა უვიდა ჩემზე. გადი თუ შეიძლება გარეთ. ანუ ჩემზე უნდა ილაპარაკო? გადი, შენ ამ პროექტის ხელმძღვანელი კი არა ხარ. ანუ გავიარე და მესმის რომ ჩემზე ილაპარაკო. გადი, ბიჭო. შენ ამ პროექტის ხელმძღვანელი ხო არ გონია? ილაპარაკო. გადი დროზე გარეთ, შეუზრდელი. დროზე? უზრდელი ცოტა მეუბნება. იმიტომ უზრდელი ხარ, საჩემოდი. მეუბნება. საჩემოდი. აი გამოდი და გეტყვი საჩემოდი ვარ. მითხა იმენა ჩესნათ რომელიმეს თუ გეწყინათ, ანუ ეხლა გამოვალ ინტერვიუზე მკითხეს ესეთი რაღაცა. გეტყვით, ანუ ვინმეს გეწყინათ, მე რომ ანუ რაღაც დასაცმელი არ მე არ მწყენია მას. ბიჭო, არავის არ უნდა და შენ. ანუ შენ ხო რაღაცა გამოთქვი. ანუ მე გითხარი ბიჭო, წენაზე არ იყო, პროსტო ანუ ყველამ რო ჩავიცვით შენ რა. ყველა რა შუაშია, ეგ მითხარი ხა, ყველა რო რაღაც აქედან გადახდეს, გადახტები მითხარი. არა, ანუ მანდრაზე იყო იცი ლაპარაკი? მე არ მithkos დასასწრებით. ბიჭო, შენ თუ გონია რომ მე იქ იმიტომ მიჯექი რომ თქვენ ანუ მასხრობთ და მე ტიპი ვარ და მართლა უკრა მე იმიტომ დავჯექი რომ ჩემი მეგობრები ერთობიან და მე უბრალოდ არ შემიძლია. აი ეს ყოფილი არ იყო საჭირო. შენ რო იძახი არ იყო საჭირო. შენ ხო იძახი რომ მე და ავტოსტატ.com-ზე ჩემ მე და ავტოსტატ.com-ზე. ხო და შენ რო აი ესე არ გამოსულიყავი. არ გამოსულვარ, ძმაო, მე დავიდანვე კარგად გითხარი. ბიჭო, შორიდან მითხარი ვაფშე ეს ყველაფერი და გიორგი რო თქვა მე მე ჯერ ისე გითხარი, მე ახლოს მოვედი და აგიხსენი რომ ანუ ეკრანთან გამოჩნდება ეგრე თქო. აი შენ თუ გინდოდა ეგ გამოგესწორებინო, უნდა ჩაგეცვა? არა, ეგ არ. მე რომ მინდოდა გამოსწორებინა, მოვედი შენთან. ეგ მაშინ ტატომაც მე ტრაქზე ხელი რო დამარყა, ბოდიში მომიხადა. ტრაქზე ხელის დაარტყა. და ძმაო, თუ გინდა მიყე ბოდი და გინდა ბოდიში მომიხადა და გინდა. არა, მე ხა ბოდიში იმიტომ კი არ იქ. მე გითხარი რომ ისე არ გაიგო მეთქი. როგორც რა თქვა ის როგორც სტრიპტიზორი ეგრე არ გაიგო მეთქი რა ანუ თვითონ უნიფორმა იგული ეგ შენ როგორ თქვი მე არ ვიცი მაგრამ მე როგორ გავიგე მე არც ეგ არ თუ არიცი გეუბნები მე ჩემი ქალობა ვიცი და ჩემი ტიპაჟობა ვიცი ani ვარ ყიფშიძე ორთაჭალელი ვარ თავიდან ფეხებამდე ბიძების გაზრდილი ვარ და გინა ეხა სტრიპტიზორი თქვი და გინა მამაშია რა მე აქ ზამძიმი სიტუაცია. ეხა კიდე ცოტა ვიკამათე ისე. არა, ხო, მაგრამ ნახე, ეხა ინტერვიუს ოთახში ხო ვიყავ, იქ შესვლის უფლება არავის არ აქვს რა, ჟურნალისტების და ვინც კარი შემომიყო. და შემოვიდა და აბა რა საუბრობ, ეხა დაიწყე ლაპარაკი, მე კრიალოსანის ტრიალი დამიწყო. ჩემო მეგობრებო, შემოვედი ლაივში. ამ კვირას ძალიან მჭირდება თქვენი ისეთი მხარდაჭერა. ნამდვილად მადლობა საჩუქრისთვის, მიყვარხარ წარმატებები, მადლობა. არ ჭედავს, კარგი შენკენ ვართ ყველანი, უღრმესი მადლობა. ვისო რა ქვია და სადა ვინ აბა რომელი? შენ, თუ შენ გონი. გონი შენ. შენ. თეონდი. თემოდი. რატო? რა ყურადღება მოგეციოს კამერა. ისე არ გაქცა? შენ ხო. რა ხდება? ნახეთ, ანუ მე და თეო ვართ. ანუ მე და თეო ვართ. მე და თეო. რა მინდა ეხა? აუ იმედია მიღებ ეხლა და ყველა არ ბაზრო. რაღაც მანიშ, აჰა. გაკოცე. ყველა გულშემატკივარს მე და თეო მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ.
ჯერ მარტო ჩვენ ორის გულშემატკივრობისთვის და მე იმისთვის რომ ცალ-ცალკე გულშემატკივრობთ ყველა მიყვარხართ პასუხებს შეიძლება ვერ გცემთ ყველას იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხანი გვაქვს ტელეფონი მაგრამ იცოდეთ რომ მე და თეოს ფანები მიყვარს თეოს ჩემი ფანები მიყვარს და ჩვენ ერთმანეთის ფანები მიყვარს ყველა ძალიან მიყვარხართ და გვის გახარით ლახბა ეგეც იცოდეთ მადლობა მე და თეოს საყვარლები ვართ საყვარლები ებლობა ცოტა ჯეკმა თავის იქნა გონი აი ხა მოჭრიან ხელი რო გადამხვიე და დადებენ მილიონნაირად ალბათ შენ დასასმელი რატომაც ვია კიდე შენი მე და თეოს გვაცვია ერთმანეთის დასასმელი ერთმანეთის დასასმელი მეტყვი ეს არ გიგონოთ რომ რამე საერთო აქ ამ გოგოს ჩემთან პროსტა არ გაიჩნდა შა ამ პროექტში ხარ შენ ხარ მე ავთანდილი ვარ შენ მე თეო არ ვიცი რა შენი სახელი არც მე აქ ცხოვრობ შენ სად მეორე სართულზე ვარ აქ აქ ხარ მეც მეორეზე მართლა აუ თეონა მოდი ორი წამი აქ თეონა მოდი აქ რატო თეო მოდი აჰა ძალიან გინდოდა და ვაკოცე ანი კიდე ნაწყნია? სამშენ უთხარი ბოდი შენ ვერ გამოვიდა ისე. აი ჩვენი დაკოლა მიხდება. ხომ არა მაინც. შენ არ უნდა შემოგვარდნოდი. თუ შემხედავ აიწე და ნახე და თუ ბოდიში მაინც არ გიხდე, მაგრამ პროსტა გეუბნები რომ არ უნდა შემოსულიყავ. საქართველოს დრო შეგიხდება ისე. წავიდა. Let's go. მიდი თეო. ხმა მაგოც ხარ. სამთვალები ვიყავ. როცა შენ სიგარეტი არ მოწ. აი მე დღეს სამთვალი ვიყავ. სალომე მიერა ერთი სიგარეტი ერთი. გამარჯოს დედას. დედა შენსაც. და ზოგადად ყველას დედას. მე ეგეთი სადღე გზელო წავი. წავედი მაშინ. წავედით ხო? ის წამოიღე. წავედი. გაკოცეთ. ზოლენებისა. ბიჭები დავუშვით მე შენ გიორგი პატრიკი როიალი ხო? ბიჭები ხო და კაცები მე შენ